რუდოლფიკო ჩემო ძვირფასო მინდა გითხრა რომ აი ეს ახალი ნატურალური ხილისაგან დაწვრილი წვენი შენთვის მოვამზადე რას ლაპარაკობ ქალბატონო ტუკა ურმესი მადლობა არაფრის ათაშორის არც მე ვარ ხელწარიელი თქვენთან მოსული აი მთელი დღე მინდორში ყვავილებს და სამკურნალო ბალახებს ვაგროვებდი რომ ეს ჩაი თქვენთვის მომემზადებია არ მჯერა მართლა იცით როგორი სასარგებლოა ვაიმე ისებას ამშვიდებსო ამბობენ ძალიან დიდი მადლობა სხვათა შორის ძალიან სტაბილური ნერვული სისტემა მაქვს მაგრამ მაინც გმადლობთ რომ იზრუნე ძალიან საყვარელი ხარ ქალბატონო ტუკა გმადლობთ მიჭირს გამოვტყდე მაგრამ თქვენც საკმაოდ საყვარელი ბრძანდებით ძვირფასო რუდოლფ არა რას ბრძანებთ ქალბატონო ტუკა მე თქვენ ვერც კი შეგეტრებით მე ხარ თვით სათნოება დიდი მადლობა მართლაც ძალიან სათნო ვარ მაგრამ უნდა აღნიშნო რომ შენც ძალიან კეთილშობილი ძაღლი ბრძანდები დიახ ძალიან კარგი ხარ ძალიან კარგი მე ისეთი კარგი არა ვარ როგორიც თქვენ თქვენ რომ არ იყოთ კაცობრიობას რა ეშველებოდა მაშინ ქალბატონო ტუკა ეგ მართალია მაგრამ აუცილებლად შენი ღვაწლიც უნდა აღნიშნოთ შენ რომ არ იყო გაუჭირდებოდა კაცობრიობას ესეც რუდოლფიკო ძალიან კარგი ხარ თითქმის ჩემსავით კარგი ძალიან ხოთ ქალბატონო ტუკა და მე თანხმობ რომ თქვენ ჩემზე უკეთესი ხართ რუდოლფ მანდილოსნის სიტყვას პატივი უნდა სცე როცა ვამბობ რომ შენ კარგი ხარ უნდა დაიჯერო ვერ გავიგე ამ ხის ვარ და ჩემ სიტყვას პატივი არ უნდა ვცეთ ერთია მაქვს უყურე გეუბნები რომ კარგი ხარ მეთქი შენ კიდევ რა დღეში ხარ მე კიდე გიმეორებ რომ თქვენ ჩემზე უკეთესი ხართ მეთქი დიახ მეც კარგი ვარ მაგრამ თქვენც კარგი ხართ იცით რა გეტყვი ბატონო ტუკა უკან წაიღეთ თქვენი მჟავე ხილის წვენი არ თანხმდო ამას როგორ კადრულობ არც მე არ მჭირდება ეს შენი რაღაც დამამშვიდებელი საძაგენი ჩაი ძალიანაც კარგი აღარ მელაპარაკობ არც თქვენ ნუ შემომხედავთ ნურს თქვენ რა გამიყურებთ ვაიმე ეს შენველი ძლეფი ჩემო ძაღლო და მიჭკინებ საერთოდაც ჩემი ლელაკოს ხათრით გითმენ ამდენი წელი თორემ შენთან საერთო არ მექნებოდა ვაი რა გავაკეთე გამარჯობა გამარჯობა ენკი ბენკის ტელევიზია ეს არის დიახ და თქვენ რა გნებავთ იცით მე ვიცი რუდოლფ ეს საოცარი ხმაწვილი უეჭველად ჩვენ სკოლა სტუდიაში მოვიდა სწავლა უნდა რა ვერ გაიგე ცეკვა და სიმღერა გიყვართ დიახ ძალიან ეხლა ხომ არ შეგიძლია არა რუდოლფ რა კარგი ბიჭია აი ნისკარტიც რომ მქონდეს ვერავინ აჯობებდა ქალბატონო ტუკა დიახ ნისკარტები მხოლოდ ფრინველებს აქვთ ეს ხომ ადამიანია ეგეც მართალია მაინც საყარელი არა აბა გისმენთ რას ვიცებთ ხმაწვილო რას გიმღერებთ დიახ ეხლა ვერაფერს შემდეგ შეიძლება მომავალში სამომავლიაში ვინც მოდის ტელევიზიაში ყველა მღერის ყველა ცეკვავს ყველა სუხარია ყველა ბედნიერია თქვენ მღერით მორიდებული ბიჭია არა უშავს ვასწავლი და იმღერებს კიდეც და იცეკვებს კიდეც ამისთანები აბიცეკვებია აბა ეგად გამარჯობა თორნიკე მომწანდი გამარჯობა ძვირფასო
აბა გაიცანით უკვე ერთმანეთი თუ არა ჯერ? ვეცადეთ. უпростоრად მე გავიცანი და მათ ჯერ ვერა. რუდოლფ ტუკა გაიცანით, ეს არის თორნიკე ფრანგიშვილი, ჩვენი ახალი თანამშრომელი და თქვენი კოლეგა. ჩვენი კოლეგაო. ხო, თორნიკეს მიყავდა ენკიბენკის კონცერტები და ბავშვებს ისე მოეწონა, დაუმეგობრდნენ და შეუყვარდათ, რომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გადაცემის თანაწამყვანი გახდეს და აწი ჩვენთან ერთად იმუშავებს ხოლმე თორნიკე. ძალიან კარგი, გილოცავ ჩემო თორნიკე ენკიბენკის ოჯახის წევრობას. მადლობა, მადლობა. საყვარელო, რატომ თავიდანვე არ გითხარი? ძალიან სასიამოვნოა, ფრიად. არ მაცადეთ და რა ვქნა, ეხლა ზარმაცდით. ეხლა ნუ შემარცხვენთ ახალ თანამშრომელთან კიდე ნუ იჩხუბებ. კარგი. ეს აღარ. კარგი. მოდით ახლა ყველა ერთად მივესალმოთ მაყურებელს, ხო პირველ რიგში. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო. გამარჯობა ბავშვებო და მშობლებო. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. აბა, მოგესალმებით. და მოდით ჩვენ გადაცემა გავხსნათ ვარკეთილის ფილიალის პატარებით. აუცილებლად. ძალიან კარგი. მოდით ახლა ჩვენ მაყურებელს კიდევ ერთი ენკიბენკელი გავაცნოთ. მოდი ნიცა. ულამაზესი უმშვენიერესი პრინცესა ნიცა. ეს ნიცა მოდი დაბშანდი საყვარელო. ვაიმე რა ლამაზია. გამარჯობა ნიცა. გამარჯობა ძვირფასო. მოგვენატრე იცი. რა ლამაზი კაბაცია. აი გამოიპრანჭა ნიცა. აბა ეხლა შენ გითხარი რატო მობძანდი დღეს, აბა რატო დაგპატიშეთ ეხლა უთხარი მაყურებელს, რა უნდა გააკეთო დღეს? იმიტომ რომ დღეს აქუნა ვიმღერო მე ერთი სიმღერა. რა სიმღერა უნდა იმღერო? სასერინოთ მივეშურები. თორნიკე მარიცის და მე მოუყვები, ხო? ნიცამ ერთხელ ჩაწერა სიმღერა, ჩაწერა გაკვეთილები რომ თავდება ხოლმე ენკიბენკის სახლში წასვლა არ უნდა და მერე მასწავლებელთან ერთად რაღაცებს მღერიან ხოლმე და ერთხელ ესეთ გაკვეთილზე თავის დედიკოს დაუპატიჟეს, იმღერეს რაღაც სიმღერა, რა იმღერეთ? ჩემო ჩაფრუნთრუშებულო რო ამბობ, ხო? და დავდევით ესე ექსპრონტად გადაღებული ვიდეო Facebook-ზე და იმის მერე ნიცა გახდა Facebook-ის ვარსკვლავი.
ხელმოწონებება ბებიები ეფერებიან განსაკუთრებით ბევრს. შენ მეგობრებმა ნახეს ეგ ვიდეო? აქვე მინდა არ აღვნიშნო. ვიცი, მაგრამ მე მგონი კი ნახეს. და მე რო ნახეს რა გითხრეს? არ ვიცი. არ გითხრეს არაფერი? მეუბნები ანუ გულები გამოგიგზავნეთო და ისე. აჰა, ანუ ძალიან მოეწონათ. ხო? ნიცა, ეხლა შენ მოუყევი მაყურებელს, რამდენი ხანია რაც ჩვენთან დადიხარ და საერთოდ რა საქმიანობ? საქმიანობ მე სიმღერას და ცეკვას. კიდე ენკიბენკიში ხომ მუშაობ, მე და შენ ერთად ხო ვაკეთებთ ხოლმე გადაცემებს, სიმღერებს წერთ. ნიცა იყო 3 წლის რომ მოვიდა პატარა ფოთოთა. ეხლა დიდი გოგო არის უკვე. ეხლა რამდენი 5 წლის 5 წლის. 6 წლის როდის ხდები ნიცა? 4 შაბათს. 4 შაბათს ხდება. სკოლაში მიდიხარ ეხლა 4 შაბათს? ესე იგი უნდა აღვნიშნოთ, ხო ესეა? ანუ სექტემბერში სკოლაში მიდიხარ უკვე. გიხარია სკოლაში წასვლა. მე მიხარია და დედიკოს ჯერ არ უთქვია, მე რომელ სკოლაში მე ჭვი მაქვს რომ დედას არ უხარია შენი სკოლაში წასვლა. შენთან მეცადინეობა მოუწევს ხოლმე. როგორ ფიქრობ, რა გეუბნება მიხარია სკოლაში რომ მიდიხარო? არ ვიცი. ვკითხოთ ხო მე? ისე მოწყენილია სკოლაზე. მოწყენილი. შევიდაო გენიოსში სკოლა არის და შევიდაო ერთი ადამიანიო და აღარ არის ადგილიო. არა, იყო ადგილიო სკოლაში შენთვისო? მოგიძებნიან აუცილებლად ახლა გაუნათლების გარეშე ორი სკოლა ინტელექტი 18 ბავშვი არის და სადღაც. ეხლა მე რა მაინტერესებს, იცი შე როგორ ფიქრობ? მე ვიცი რომ შენ ენკიბენკის მასწავლებლები ძალიან გიყვარს მარიდალიკა, ხო? მეც ხო გიყვარ? დიახ. ვიზიკალური ჩემი გოგო არის. ჩვენ იმდენი ვიმუშავეთ ერთად ხო ნიცა დავმეგობრდით ამასობაში. ხო და მე რა მაინტერესებს, იცი როგორ ფიქრობ, სკოლის მასწავლებლებიც შეგიყვარდება თუ არა? შემიყვარდება. ისე გიყვარდება. სხვა გზა არა. მაგრამ ჩვენ ხო უფრო მეტად გეყვარებით. ხო? ვაიმე, ლელაკოვი ეჭვიანე. ყველას უთხრა მიყვარხარო, ჩემი და რუდოლფიკოს გარდა. ხო გითხრათ მიყვარხარო, გახსოვს? არ მეყო. კიდე უთხარი ნიცა მიყვარხართ ხო? თქვენც მეყვარებით სკოლაში რო სკოლის მასწავლებლებს მეტად. ვაიმე! ძალიან დიდი მადლობა ჩემონი. აი შეშურდებათ ეხა სკოლის მასწავლებლებს. სხვათა შორის არ ვეტყვი ეგ ჩემი საიდუმლო იქნება. ჩვენი საიდუმლო იყოს, ხო? არასდროს არ ვეტყვი. ჩვენი თორნიკი არავის არ უთხრა. მეც არავის არ ვეტყვი. პირდები. ნიცა, ეხლა რა მინდა კითხო? მე ვიცი რომ ერთ გადაცემაში შენ დედიკოსთან ერთად იყავი, ხო? აი იქ რო იმღერეთ თქვენ Facebook-ზე რო დავდეთ თქვენი ვიდეო, ვიცი რომ ძალიან მოეწონა მაყურებელს და ერთი სიმღერას დედიკოსთან ერთადაც ხო არ იმღერებდი, ხო არ მოვიწვიოთ შენ დედიკო გადაცემაში. ერთად ხო არ იმღერებთ მე. სხვა დროს ეხლა არა. ხო მიმღერებდი სიამოვნებით იმღერებდი დედიკოსთან. ამეცადინებ სახში დედიკოს ასწავლის სიმღერას. კიდე ეხლა უცებ კი, მამეცადინებს ხოლმე რაღაცა სიმღერებს. მოდი რა ვქნა, იცი, მაშინ შენ სახში რომ იხო, შეარჩიე რა სამღერებ დედიკოს, ამეცადინე და მე ერთ გადაცემაში დედიკოსთან ერთად მოგიწევთ, ხო? აი. გინდა ტელევიზიით ვინმეს მიესალმო, სანამ გვიმღერებ. ყველას ვიმესალმები, ვინც ნახავს დასამებას გაიგე. მოდი შენს მომავალ მასწავლებლებსაც მივესალმოთ, ხო, პირველ კლასში ვინც დაგხვდება, ხო? და იცოდეთ რომ თქვენთან მოვა ძალიან კარგი გოგო ნიცა და უკვე ვარსკვლავი. უკვე ვარსკვლავი თანაც. მართლაც. ტელევარსკვლავი. ნამდვილად, რომელიც მოდის არაჩვეულებრივად. მე, როდესაც მოვისმინე პირველად მისი სიმღერა, ვიყავი მოხიბლული. მოდი ახლა ვიმღეროთ, ხო კიდევ? კარგი. მიდი, გაიგე. მე მარტო მაგ მოდი მოგეხმარები სცენაზე. ასვლა, მოდი.
მოდის წვიმა შხაპუნა ხევში ქოგა მიჭირავს მიყვარ გადაფული წვიმა შხაპუნა მიყვარ გადაფული წვიმა შხაპუნა ვიდაიბა სახლი ეზოზე ყველა წყალი ყურია დაზამხული წვიმის წვეთები მართლა სამურია აჭიჭიკდას აში ბეღურა შრიავდნენ ფოთლები წვიმა მოდის წვიმა შხაპუნა ხევში ჭელი ქოგები მიყვარს გაზაფხული წვიმა შხაპუნა მიყვარს გაზაფხული წვიმა შხაპუნა ესე იგი ჩვენ წინაშე წარსდგა ულამაზესი, უმშვენიერესი და უნიჭიერესი გოგო ნასახელად ნიცა, რომელსაც დაბადების დღეს ულოცავთ წინასწარ. წინასწარ, გილოცავთ ნიცა. გილოცავთ, რადგან ოთხშაბათს აქვს დაბადების დღე. ეხლა კი ორი ულამაზესი, უმშვენიერესი, არაჩვეულებრივი ჭიამაია პრინცესები უნდა მოვიდნენ ჩვენთან. აბა მოვიდა, ჩემი ჭიამაიები ჩემთან. მოდი. მოვბრძანდით. მოდი ჯერ გავისაუბროთ, გავეცნოთ მაყურებელს, ხო? გავბრძანდით. დაგინახონ ჯერ რა ამაზები ხართ. აბა დავსკუპტით აქ. ისე. მოდი, ახლა თქვენ თვითონ გაეცანით მაყურებელს, ხო? აბა სახელები, შენ რა ქვია? ნიცა. ყველას უთხარი ოღონდ ხმამა ხო? ნიცა შენ? ნიცა და ანა. ნიცა რამდენი წლის ხარ? 5-ის. ანა შენ? ვაი მე რა მაგარია. ესენი 3 წლისები იყვნენ ენკი-ბენკიში რომ მოვიდნენ. და უკვე სრულფასოვანი თანამშრომლები არიან ჩვენი. რამდენი კლიპი გაქვს გადაღებული უკვე, ხო? აი ხა ზამთარშიც ხო გადაიღეთ ახალი, ხო? რამდენი გვაქვს გადაღებული? 3 თუ 4? 3 მე მგონი. ანუ ფაქტიურად უკვე ვარსკვლავები ხართ. ხო ესეა? ეხლა რა საქმიანობთ მოუყევით მაყურებელს? ბაღში დადიხართ, მუშაობთ, სწავლობთ, უნივერსიტეტში სწავლობთ თუ სკოლაში თუ ბაღში თუ სად დადიხართ? აბა მოუყევით. ბაღში დადიხარ? შენ სად დადიხარ? ანა შენ? ტანვარჯიშზე დადიხარ? რას გასწავლიან ტანვარჯიშზე? ენკი-ბენკიში რა სწავლობ ვიცი, აბა ტანვარჯიშზე რას გასწავლობ? შპაკატზე ჩაჯდომა შეგიძლია? აბა მაჩვენე თუ შეგიძლია. მიდი აბა მიდი. ვაი ყოჩა! შვენიერია ძალიან კატა. მოგეხმარო? რა თუნდა დახმარება? რა თუნდა დახმარება, როგორი ნავარჯიშები ბავშვია. შენ რა საქმიანობ ბაღის გარდა? თუ უმშევარი ხარ? ხატავ. ესე იგი მღერის, ცეკვალ, თან ხატავ. ნიცა რუდოლფი და ტუკარო დახატო შეგიძლია? ხო? მოდი მაშინ ერთხელ რო გეცლება რუდოლფი და ტუკა დახატე და იქ დავკიდებ შენახაც, ხო? გავხარდებათ ვაჩუქო. ხო? დღეს რა უნდა გვიმღეროთ? მარმელადებზე უნდა იმღეროთ? ვის უყვარს მარმელადი, აბა? მეც მიყვარს. მშვენიერია, ესე იგი მარმელადები გიყვარს ყველას. ბავშვებსაც უყვართ ალბათ მარმელადები და შოკოლადები. მოდი, აბა უმღეროთ ეხა ბავშვებს. მოდი მოგეხმაროთ. პრინცესა. ეს. ერთხელს მაჩინახე შოკოლადები ცავსე ფერადი ქუჩები და კანფეტების ხე ნაყინის ღრუბლები და მარმელადი მძე მე ყველაფერი მქონდა რაც ვინატრე მინდა შოკოლადები ნაყინები
ოცნება გიხდება თუ სასწაული გჯერა ყველაფერი ხდება თუ გაიღიმებ შენ რაც ის მაშინ ახე ცხადში აგიხდება თავარია გულით ინატრა მიდა შოკოლადები ნახტინები მარმელადი მინდა და კაფეების ხე საშაპრიდები რუბოცა ვახები დავიმღერებისა დამსაჩრებებიან ოცნება გიხდება თუ სასწაული გჯერა ყველაფერი ხდება თუ გაიღიმებ შენ რაც ის მაშინ ახე ცხადში აგიხდება თავარია გულით ინატრა მინდა შოკოლადები ნახტინები მარმელადი მინდა და კაფეების ხე საშაპრიდები რუბლებს შევახები დავიმღერებისა დამსაჩრებებიან ყოჩაღ გოგონება ყოჩაღ მოდით აქეთ მოდით მოგეწონა ხო თორნიკა ხო მაგარი გოგო არ ჩამოვიდე იყავი არაჩვეულებრივი პრინცესები ულამაზესი უნიჭიერეს და ძალიან მაგრად მღერით მინდა გითხრა თან ცეკვავთ როგორც მივხვდი ხო ცეკვავთ პაკაჯი ხდება ხატავს არაჩვეულებრივი გოგო ეხლა მაინტერესებს ეს კაბები ვინ იღიდათ შეგიკვეთათ თქვენთან შეკერეთ ხო არა ენკიბეკის დიზაინერმა გაუკეთა ენკიბენკის ნახეთ რამდენი რამე ხდება ენკიბენკის ესე იგი მღერიან ცეკვავენ იპრანჭებიან და დიზაინერიც გვყავს ხო ესეა გოგოებო ეხლა თქვენ მითხარით თოჯინების თეატრი რომელს გიყვართ ორივეს ხო თქვენ იცით რომ ენკიბენკიში ძალიან ბევრი თოჯინები ცხოვრობენ ჩვენთან რუდოლფ სტატუკას ხო იცნობთ? კიდე ერთი თოჯინა გაგაცნოთ და ვითამაშოთ, ხო? როგორ მუშაობენ მსახიობები თოჯინებთან ნახოთ, კარგი? მოდი ნიცასაც დაუძლახოთ. ნიცა მოდი შენ. ნიცა მოდი. ხო და ეხლა შემოგვიერთდებიან თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობები ნათია შეშაბერიძე და ვახო ჭელიძე. ჩემი მეგობრები. მოდე. გამარჯობა, მოგესალმებით. და გვასწავლიან აუცილებლად თუ როგორ შეიძლება ვმართოთ თოჯინა. დიდი სიამოვნებით. ძალიან კარგი. მოგვიყვებიან რომ არსებობს სხვადასხვა სახის თოჯინები, ხო? აუცილებლად ჩვენ თბილისის თოჯინების თეატრში ძალიან ბევრნაირი თოჯინა გვაქვს და ყველა ტიპის თოჯინები ვთამაშობთ ხოლმე სპექტაკლებს. აი ეს გახლავთ შტირებიანი თოჯინა, ნახეთ რამდენი შტირი აქვს. და აი ესეთი თოჯინები ძირითადად ვთამაშობთ ხოლმე სამაგიდო სპექტაკლებს, რომ აი ცოტა მაღალზე ითამაშოთ და ჩვენ აი ესე გავყვეთ ამ თოჯინებს. ამ თოჯინას ტირდება 3 ადამიანი. მართალი. რო ათამაშოს. არის თოჯინები, რომელიც ერთი ადამიანია თამაშობს, რომელსაც ამ შემთხვევაში ეს ის თოჯინაა, რომელიც 3 ადამიანს თამაშობს. აბა რა თოჯინა არის თუ გამოიცნო? მე ხელებზე ვიქნები. ეს ბავშვი თუ გამოიცნო. მე ხელებზე მინდა რომ. მოდი იცი რა? მე ხელებზე ვარ, ხელებზე. იცი რა, ანიტა? მოდი ჯერ ვნახოთ როგორ მუშაობენ ეს თოჯინები, მოდი ვაჩვენოთ. და მერე გადავნახოთ. მე ასწავლით, ხო ბავშვებსაც? ხო და ვნახოთ როგორ ცეკვა. და თქვენ გასწავლიან და მე ვნახოთ აბა თქვენ თუ შეძლებთ იგივე რომ. კი ბატონო, აუცილებლად. აჰა, მე მგონი შემცვლელი მყავს და დაგეხმარებათ. მოდით აბა ჯერ შევხედოთ როგორ მოდი ჯერ ვნახოთ აბა როგორ მუშაობენ და მერე ყველანი დავდგეთ თოჯინასთან. დანდით გთხოვთ. აი ნახე 3 ადამიანი რატო ვდგავართ? ერთი ვდგავართ ტანთან. ნახე თავი და ტანი უჭირავს. ანუ корпуსი. მეორე დგას ფეხებზე. ამ შემთხვევაში ჩვენი თორნიკე. ფეხები რო დააბარდოს. მესამე, ხო, და რომ იაროს და მესამე ხელებზე.
და გვიწევს ჩვენ ძალიან შეხმატკბილებული მუშაობა. ხო. აბა მოდი როგორ გამოგვივა ჩვენც ახლა პირველად ავიღეთ დევი ხელში და ვნახოთ. რაღაც ხმაურმა გამოგვიცა. რა ხდება? ესენი ვინ არიან? მოიცა. ამარჯობა ბავშვებო. ამარჯობა. მიცანით? მე ვიცანი, თქვენ ხართ დევი. დევი, რა თქმა უნდა, დევი. დევი ვარ, მაგრამ ესეთი კი არა ვარ. ყველას გონი ვარ ბოროტი, რაღაც ხო ისეთი, მაგრამ არა, მე ბავშვები მიყვარს. ბავშვებთან ურთიერთობა მიყვარს და ცეკვას მიყვარს სიმღერას და თამაშიც. აბა ვნახოთ ჯერ როგორ მღერი ხართ და მერე ცეკვა. ვნახოთ მერე როგორ. ესე იგი გინდა ნახო როგორ მღერი და როგორ ცეკვა ვარ რა. კარგი, გამირთეთ მუსიკა. მოდი, აბა თქვენ იმღერეთ ცოტა პატარა ნაწილი სიმღერის და თუ იცეკვებს დევი, აბა ვნახოთ. აბა ვეცდებით რომ დევი აქვთ თქვენ, როგორც თქვენ იცეკვებთ, ისე იცეკვებს დევი. შეგიძლია დევო? რა თქმა უნდა. ერთხელ ის მაშინა ხე შოკოლადები ცავსე ფერადი ქუჩები და კანფეტების ხე ნაყინის ღრუბლები და მარმელადი მძე მე ყველაფერი მქონდა რაც ვინატრე მინდა შოკოლადები ნაყინები მარმელადი მინდა და კანფეტების ხე და შავრიდები რბაცავახები და ვიმღერებ მოდით, ახლა თქვენ თვითონ ატარებთ, თუ აწევთ რა ვიცი. გადავნაწილდეთ. მე ვიქნები ხელებზე, მე ხელებზე. ვინ დადგება ხელებზე? ვინ? მე ხებზე. მოდი მე ვიქნები ხელებზე. თავი და აი მე ვარ ხელებზე. ზოგადად ცოტა მაღალი ადამიანი ჯობია ხოლმე ტანზე რომ იდგეს, რომ უფრო გაგვიადვილდეს შეწყობა. აბა თუ იგი. ვაიმე. აი ესე. ბოდიში. ელა ესე უკან დავდგები. სწორად დაიჭირეთ ფეხები, რომ გადაადგეს თავიჭები, ხო? პრინცესა, მიდი აგეკეთოს. იცი რა, ცოტა რთულია ესე დაბალზე ასეთი თოჯინით მუშაობა, რაღაცა ხო, ცოტა მაგი დაგჭირდება, მაგრამ არა უშავს. მე მგონი ენკიბენკის ბავშვები აი ასეც მოახერხებენ აბა ფეხებს თუ დააბაკუნებს. აბა დააბაკუნე ფეხები. აი დააბაკუნე. აბა ხელი ჩამომართვით. გამარჯობა, გამარჯობა, გამარჯობა. მოგწონთ? მე გამარჯობას ვეტყვი ახლა. გამარჯობა. მაყურებას მიესალმო ესე. ნახეთ ბავშვები, გამარჯობა. თოჯინასთან მუშაობა, თოჯინების თეატრში რო უყურებთ ადვილი ჩანს, ხო? ხო, მართლა საკმაოდ რთული არის. დევის ხმაზე შეგიძლია ლაპარაკი? ვიცა, შენც არ შეგიძლია დევის ხმაზე. ვითომ დევა. არა, შენ. ვიცა, აბა ხმა დაიბო, ხედა ისე თქვი. გამარჯობა. ჩვენ გოგო დევი გვიდა და ადვილად გავახოვანეთ. მეორე მოსვლაზე მაშინ მეორე მოსვლაზე გოგო დევი მოვიყვანოთ. მოდი ჩამოვსვათ ახლა დაბლა ჩვენი დევი. ნახე ესე დავსვათ, იმიტომ რომ ცოტა სიარული გაუჭირდა იატაკზე. ტაკუი რა კარგად დაჭდა, ნახე როგორ ხართეძოზე წამოწვა. ჩემ ხართეძო. აი დაიჭირე ხელი. დაიჭირე ხელი. და მე მგონი ის დროა ახლა რომ ჩვენს მაყურებას ვაი დავემშვიდოთ. ხო, რა კარგად აბა დაწყო. მოდი ახლა დევმა დაემშვიდობო ჩვენ მაყურებელს, ხო? და სხვა ბავშვები მოვიწერთ. კარგად. გემშვიდობებით ჩვენო ძვირფასო მაყურებელო. გემშვიდობებით, ნახვამდის. ნახვამდის. მადლობა მსახიობებს, რომ ესეთი საინტერესო თოჯინა მოგვიყვანეთ. დიდი მადლობა თქვენ, რომ ესეთი საყვარელი და ნიჭიერი ბავშვები დაგვახვედრეთ. ეხლა გავიცნოთ კიდევ პატარა ენკიბენკელები დიდი ბიღმის ფილიალიდან, ხო? მოგძან. სიმპათიური პრინცი და ულამაზესი პრინცესა. მოდი. მოდი სცენაზე ავსკუპტეთ და გავეცნოთ მაყურებელს, ხო? აბა მოგვრდით აქეთ დაგინახოთ რა ლამაზები ხართ. ეხლა მითხარი შენ გაქვია პრინცესა, აბა?
ნინიკო. აბა შენ რა ქვია? ნიკოლოზი. ნიკოლოზმა როგორ გამოაცხადა ისი კონცერტზე თავისთავი, როგორ გამოაცხადე? მე ვარ ნიკოლოზი თანაც გველესიანია, მასე გამოაცხადე, ხა იქ კამერაში ხედა, მიხარ გუთხარი. ნიკოლოზ თანაც გველესიანი, ხო? ძალიან კარგი. ესე იგი საუბარი არ იყო. მაკიაჟი გაიქეთე. აბა რა უნდა გვიმღეროთ ახლა ნიკოლოზი? დათუნია ფუტკარი. დათუნია ფუტკართან. გინახია შენ დათუნია? აგინახია ზოოპარკში. ფუტკარი? არა უშ. ყველაფერი წიდა. მოდი ვიმღეროთ ახლა, ხო? აი მე ერთად წავიდეთ მაშინ ჩვენ მაშინ ზოოპარკში და დათუნია ვნახოთ. ყავთ დათუნიები ნეტა ზოოპარკში? წავიდეთ ერთად ზოოპარკში. ნახოთ დათუნია. მოდი ვიმღეროთ ჯერ, ხო? დათუნია ფუტკართან ყაზე დაკაკუნა სოთათა პრიმარგუნეო ბევრი სათუნდა ფუტკარმა იმსუირი დაუყვირა დათუნას მე რომ თაფლი შენ გაგიხო ქეს პაპარებს არ უნდა ამფავისი ბრარია თურმე ასე ხოვტირა მოწყენილმა დათუნა ბევრზე ბევრი ფიქრა წავიდა და შოკოლადის კაპელები ხიდა მერე ფუტკარს ესტუმრა გაბიღეო კარები ქირა თავში გაუსვალა ბევრ შოკოლადები ყოჩა ბავშვებო, ყოჩა. ეხლა მოდი თორნიკეს უთხრათ ვისთან ერთად მოხვედით თქვენ. მამიკო და დედიკოსთან. და ჩვენ ეხლა დედიკო მოგვეხმარება რომ გადავიდეთ მარტივი კულინარია ესეთი ბლოკი გვაქვს ჩვენ ამ გადაცემაში და მშობლებს და ბავშვებს ვასწავლით მარტივი და გემრიელი რაღაცების გაკეთებას და ნიკოლოზი, დედიკო და ნინი მოგვეხმარებიან კოქტეილის დამზადებაში და გვასწავლიან თან. აჰა, მშვენიერია. იცით რა მაინტერესებს? თქვენ ასწავლეთ დედიკოს კოქტეილის მომზადება თუ დედიკომ გასწავლათ? დედიკო. დედიკო. ძალიან კარგი. აბა ტაში დაუკრა დედიკოს. აჰა, ეს მშვენიერი. მოდი ახლა ჯერ და გავაცნოთ მაყურებელს შენი დედიკო, ხო ნიკოლოზი? რა ქვია დედიკოს უთხარი, აბა მაყურებელ? ანანო. ანანო ქვია დედიკოს, ხო? რა უნდა გააკეთოთ შენ და დედიკო? კოქტეილი. აბა მოგვიყევი ახლა რისგან ვაკეთებთ და რა კოქტეილს ვაკეთებთ? რაიმი. პორტოხლის წვერი. მინერალური წყალი. ვით. როგორ მიყვარს პირინის ჩაი? ხო? რა ქვია სახელი? მოხიტო. მოხიტო. აი, მოხიტო უნდა გააკეთოს ჩვენ ბოდიში. აბა, მოუსვით თავზე. მოდი ეს გავწიოთ, რომ თან გადავიღოთ, ხო? რას ვაკეთებ? მოუსვით თავზე. ჭიქას, ეხლა შენ. ჭიქას ემჭირე. მოუსვით. კარგად, კვადრატ მოუსვით, რომ დაიმშოს, კვადრატ მინო.
შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ? შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ? ჩას. აბა. როგორ მიეწება რა ლამაზია. ეხლა ძალიან ლამაზია, ძალიან. რამდენი? ნელი ჩაყარეთ ცოტა. დიდი. მე ორი დაკეთილში. შენც ჩაყარე. ნინო, ეხმარები ხოლმე დედიკოს საჭმელების გაკეთებაში. ეყოფა. აგე კიდევ აქ. ნიკო შაშე, ნიკო. შენ მეხმარები? კი, ძალიან კარგი. შვენიერი. აბა რას ვაკეთებ ნიკოშ? არ მოთხარი მაყურებელს რა გააკეთე? ხა რა დაჭერი შენ? ლაიმი ჩაყარე. ლაიმი. ნინო ჩაყარე შენ კიდევ. ჩაყარე ნინო. აბა მიდი. ყველაფერი. არა, მეტი აღარა. ეხლა რა უნდა ვქნათ? მეტი არა ეხლა ჩა. ჭირდება? ცოტა შაქარი, ხო? ეხეთ, ცოტა შაქარი და თავისი გემო გამოიხოს, ხო? ეხლა რა უნდა ვქნათ? პიტნას დავაცალოთ, ფოთლები დავაცალოთ და ჩავყაროთ. ნინელა. დიდი მოგესმარა. აღმოგულარდეს ჭიქა. გაზაფხული სული აქ. და სხვათა შორის აი ზაფხული არ ეხა პიკნიკზე ალბათ ბევრი გახვალთ ხოლმე და იცით სუფრასთან გაშლით ხოლმე მეცის ქვეშ ბუზები მოფრინავენ. და რამოდენიმე წლის წინ მასწავლეს ეს პიტნა უნდა დასრისო და დადო მაგიდაზე და არასდროს ბუზები მოფრინდნენ და რამდენჯერაც უცადე გაამართლა სხვათა შორის კარგი სუნიც არის და მწერებიც არ მოფრინავენ მაგიდასთან. აუცილებლად ვსვლით. კიდე ხელი ყინული. ეხლა ვაგდებთ ყინულებს. ნიკოლოზ, რა საჭმელებს აკეთებთ ხოლმე შენ და დედა სახში? აბა მომიტევი რაში ეხმარები ხოლმე? ხაჭაპურს. ხაჭაპურს აკეთებ, გიყვარს ხაჭაპური? კომა. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? ეხლა უნდა ჩავასხოთ ცოტა პორტუხლის შვენი ნატურალური. ნატურალური რა თქმა უნდა. ჯანსაღი. რაღაც ძალიან გებრიელი რაღაც გამოდის მე მგონი. დაგვექცეს. ამის შემდეგ მოდი დავაცილოთ გარეგანამდე. გასული, რა ქვია მას, ნინო? მინერალური წყალი. აკეთ. და გარნირი, როგორ გავუკეთოთ გარნირი, აბა? ჩამოვაცვით. რა თქმა უნდა, გემრიელესი პორტოხალი. ჩამოვაცვით. აი, ოჩა, მოწვეთ აგახ. აი. ახლა შეგიძლიათ აიღოთ, აბა? გააფორმეთ. აი. და გააგერმონებიეთ. ახლა დაიჭირე ესე ხელში. მიდი შენც დაიჭირე ნინო. მე დარწმუნებული ვარ, რომ გემრიელიც იქნება, მარტო ლამაზი იგი არა. ხაზე მიცადე. მიდი გასინჯე. ეხლა გავიგებთ როგორია. აბა გავასინჯოთ. ნინიკო, აბა რა აბა როგორია? მოუყვეთ კიდევ ერთხელ როგორ გავაკეთეთ, ხო? მადლობა. ლაიმით. ლაიმი დავჭერით. რამდენი უნდა ერთ ჭიქაზე? ანუ დაახლოებით ეს ჭიქაზე ნახევარი გამოვიყენეთ. ნახევარი ლაიმი დავჭერით, დავასხით მერე. ყინულები ჩავყარეთ. შაქარი მივეცით, კიდე ნიკოლა. პიტნა ჩავყარეთ, კიდე ფორთოხლის ჭერი დავასხით და მინერალური წყალი. ჩვენ კიდევ გვაქვს მეორე დასალები, რომელსაც ქვია საქართველო. საქართველო. მეორე კოქტეილიც უნდა გაგვიკეთო. მეორეც უნდა გაგიკეთოთ ბავშვებმა. მოდი ნინიკო. საქართველო ქვია კოქტეილი. უთხარი, აბა ქართველი ფეხბურთელიდან მიგიყვარს. რონალდო. რონალდო არა ქართველი, ყვარა? ყვარა ცხელია. პორტუგალია საქართველო რო ითამაშა, მაშინ თქვა რომ ქართველი ვარო. რონალდო უყვარს ძალიან, ხო, რა თქმა უნდა. რონალდო ყველას უყვარს მე მგონი. ხშირად უყურებ ხოლმე ფეხბურთს. აბა,
ჩაყარეთ, მოდი ნინო ჩაყარეთ. ესე გინდა ბანანი ჯერ. აბა, ბანანი. შემდეგ რას ვუმატებთ? ნაყინი. ესე იგი ერთ ცალ მოზრდილი ბანანი, ესე დაახლოებით რომ ვიტყვეთ. ცოტა 50 გრამი დაახლოებით. ბანანი. ზეც ამდენივე კაცი. და როგორც მიხდის, სქელი კონსისტენცია უნდა გქონდეს. სქელი არის, სმუსივით არის თითქოს. მაგრამ ბავშვებისთვის ძალიან ჯანსაღია და გამოვიყენთ. ეხლა დავაბლენდეროთ. გიყოფა? აჰა, ეგ არის. ოფნა? კინაღა მოვკიდები. ბატონო, ასე. აბა. ეგ არის. მოდი ნიკო დამეხმარეთ, ნინო, მოდი დამეხმარეთ. მოდი ჩავაცხადოთ. ესე იგი ბანანი რძე და ნაყინი. მინდა გითხრათ რომ ძალიან გემრიელად გამოიყურება და მაცდურად ჟღერს. და ის ვეთელი რა გაქვს? ეს არის წვენი რა ქვია ჭარხლის, რომლითაც უნდა გავაფორმოთ. აჰა. აჰა, საქართველოს დროშას ხათავთ რა კარგია. ეს ფეხბურთის ყურების დროს უნდა მიირთვა მარტო, ხო? თუ ისედაც შეიძლება. ნიკოლა. ისედაც შეიძლება თუ მარტო ფეხბურთს რო უყურებ მაშინ. ისედაც შეიძლება. ესე იგი, სანამ ეს კოქტეილი მზადდებოდა, ვფიქრობდი, რომ ძალიან გემრიელი იქნებოდა რა. თურმე აღმოჩნდა, რომ ძალიან ლამაზიც გამოვიდა. ჩან ზედაპირი კამერაში თუ მოვიტანო ახლა. მოდი აბა კამერას თავი ვიტანოთ და ვაჩვენოთ. ხო, ესე იგი, ზაფხულისთვის და ფეხბურთისთვის მზად ვართ. ფეხბურთისთვისაც მზად ვარ. აბა დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. საიმშვიდობეთ ბავშვი. კარგად. კარგად. ბავშვი მოჭიათ, მოამზადეთ უთხარი. ბავშვი მოჭიათ, მოამზადეთ. ნიკოლას კიდე ხომ მოხვალ ჩვენ გადაცემაში, ხა ახალ სიმღერას სწავლობ მე როგორც ვიცი, ხო? მოცებოთ მოვართ. და რო ისწავლე ახალ სიმღერას, კიდე მოდი კიდე ვიმღერე, ყოველთვის გავიხარდ. ხო და კოქტეილის გავუკეთე რა. გამარჯობა, მოგესალმებით. გოგონებო, აბა როგორ ხართ? შენ ხარ ჯერ როგორ ხარ? კარგად. კარგად. ხარ სიმღერის ხასიათზე? სულ. ძალიან კარგი. შენ რას მეტყვი? კარგად. კარგად ხარ სიმღერის ხასიათზე? შვენიერ. აჰა, შენც კარგად. შენც. მეც კარგად. ეხლა მითხარ უცებ სახელი. ნინი. ნია. ლიზი. ბარბარე. ხო და რა უნდა იმღეროთ გოგონებო? ზის ფერხული. მზის ფერხული? მზის, მე მაპატიეთ. ესე იგი, მზის ფერხული. ყველა ერთად ღერით? ცალ-ცალკე? ძალიან კარგი. ცეკვავთ? რამდენი ხანია რა ცენკი-ბენკის სტუდიის? 4. მოდი შენ მითხარი ჯერ? 3. 4. აჰა. აჰა, შვენიერი, ძალიან კარგი. ეხლა მე დაგტოვოთ? თუ დავრჩე? უკან არ გინდათ ვინმე მიცეკვას? არა? კარგი, წავალ მაშინ მე და აპლოდისმენტები ტელევიზორებიდან იქნება აუცილებლად დარწმუნებული ვარ. ხო ესეა? ხო იქნება. წავედი. Crossferi მზედა თქვა დღეს ყველა მომასწინებს ხიარული ხმა ზესთან ერთად ამღერდები მზის ფარგულში
ისე მომეწონა, ჩემო რუდოლფიკო, სიტყვები არ მყოფნის. ახსოვანებული ვარ მეც. მეც ძალიან მომეწონა. ხო და უკვე შეგიძლიათ Instagram-ზე, TikTok-ზე და YouTube-ზე გამოგვიწერო. YouTube-ის არხი დიდი ხანია გვაქვს უკვე და ბევრი გამომწერი ყავს, აი TikTok-ი და Instagram-ი ახლა ხანს გავხსენით და გახდით ჩვენი გამომწერები, გვიყურეთ როგორც ტელეეთერში, ასევე სოციალურ ქსელების საშუალებითაც და დღეს ამიტომ მშვიდობოთ ხო ჩვენ მაყურებელს. დიახ, ნამდვილად. მადლობა რომ დრო დაგვითმეთ, გვიყურეთ, შევხვდებით მომავალ კვირას. მოკლედ გვიყურეთ ყველგან. თავარია, ნახატები გამოგვიგზავნონ ბავშვებმა, სუდა მავიწყდა. ბავშვებმა ნახატები გამოგვიგზავნეთ Facebook-ზე და მერე ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენ მაყურებელს, ხომ როგორ ხატავენ ჩვენი ბავშვები. აუცილებლად, აბა მომავალ შეხვედრამდე. მახვამდის.